ზღვის დონის მატების გამო მსოფლიოს მასშტაბით ასობით მილიონი შენობა საფრთხეშია. ეს ახალ ფართო მასშტაბიან კვლევას ეფუძნება. მასში მეცნიერება აფრიკის, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიისა და ლათინურ ამერიკის შენობები გამოიკვლიეს. ზღვის დონის მატება გლობალური დათბობის ნელი, მაგრამ შეუჩერებელი შედეგია. იგი ზღვისპირა დასახლებებზე უკვე ზემოქმედებს და შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს საუკუნეების განმავლობაში არ შეიცვლება. უმეტესად ადამიანებს ზღვის დონის მატება რამდენიმე ათეული სანტიმეტრის წარმოუდგენიათ, მაგრამ თუ წიაღისეული საწვავის წვას არ შევწყვეტ, ამ მაჩვენებელმა შევა რამდენიმე მეტრსაც კი მიაღწიოს. კვლევის ფარგლებში ზღვის დონის მატების მონაცემები და სატელიტური გამოსახულებები გამოიყენეს. საბოლოოდ სპეციალისტებმა განსაზღვრეს, თუ რამდენი შენობა დაიტბორებოდა ზღვის დონის სხვადასხვა ნიშნულით ზრდის შემთხვევაში. გუნდმა ზღვის დონის მატების სხვადასხვა მაჩვენებელი გამოიკვლია, რომლებიც 0.5-დან 20 მეტრამდე მერყეობდა. აღმოჩნდა, რომ ემისიების შემცირების ყველაზე ამბიციური გეგმის შესრულების შემთხვევაშიც კი ზღვის დონემ შეიძლება 0.5 მეტრით მოიმატოს და 3 მილიონი შენობა დატბოროს.